როგორ შეძელით აი ამ ავტორიტეტის მოპოვება? როდესაც შენ ყარად რამეს გადაწყობ, შენ თვითონ უნდა გაკვალო შენი გზა. ეს ხომ ერთ დღეს არ მომხდარა. ფიქრის შედეგად იბადება ინტუიცია. ქალტონი მანანა, ჩემი პედაგოგიც იყო, რიტორიკის პედაგოგი. არ და ვერ შრომაში არ არსებობს. მოწინააღმდეგეებს მხოლოდ უნდა დავპირისპირებოდი ცოდნით. ყველას გონია რომ ეს თანდაყოლილი ნიჭია. ნაპოლეონმა პირველად რომ მიმართა თავის ჯარს, გული წავიდა ნერვიულობისგან და უთხრათ და შეაპაროთ რომ ლობგერა სუსტი აქვს. ველაზე სწრაფად რა აზიანებს და ანგრევს ავტორიტეტს. რა უნდა ვთქვა ისეთი, რატომაც უნდა მომისმინო. რაც უფრო რთულ ნაბიჯებს გადალახავ, მით მეტად დაუჯერებ საკუთარ თავს. აუდიტორიასთან გავჩერებულ ვარ. სრემლები ჩამიყლაპავს და ისე შემოსულა. აქ როგორც კი დავიჯერებ იმას, რომ მე ხო უკვე ვიცი, აი ზუსტად ვიცი, რომ დავთავდება ყველაფერი. ნამდვილად ძლიერი ქალები ყავს საქართველოს. იმოქმედეთ, იფიქრეთ, მოიგონეთ ის, რაც გულით გინდათ. აუცილებლად გამოგიმ. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. სანამ დღევანდელ ეპიზოდს დავიწყებთ, მინდა გთხოვოთ, რომ გახდეთ ჩვენი არხის გამომწერი. მე მადლიერი ვარ, რომ თქვენ სულ ჩართული ხართ, ტოვებთ კომენტარებს, მოგწონთ ჩვენი ვიდეოები და ბევრ თქვენგან შეიძლება არ აქვს შემჩნეული, რომ არ ხართ ჩვენი არხის გამომწერი. თქვენი გამოწერა ძალიან ეხმარება ჩვენ არხს განვითარებაში და ზრდაში. წინასწარ გიხდით მადლობას. დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე და ჩემთვის უძვირფასესი სტუმარი მყავს სტუდიაში. ეს გახლავთ ქალბატონი მანანა ითონიშვილი. ქალბატონი მანანა არის რიტორიკის პედაგოგი, ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი. ქალბატონი მანანა ჩემი პედაგოგიც იყო, მასწავლა მეტყველება. თქვენ ხშირად აღნიშნავთ ჩემს მეტყველებას და ეს სწორედ ქალბატონი მანანას დამსახურებაა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ და მოვისმენთ ქალბატონი მანანას ცხოვრების ისტორიას, თუ როგორ შეუძლია ქალს საკუთარი სახელის გარშემო შექმნას ავტორიტეტი, გახდეს გავლენიანი თავის სფეროში და წლებთან ერთად უფრო მეტად დაიმკვიდროს თავის საზოგადოებაში. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მანანას სტუმრობისთვის. მადლობა შენ სალომე ასეთი შეფასებისთვის. ყოველთვის მეამაყება ჩემი სტუდენტები, რომლებიც წარმატებულები არიან იმ პროფესიაში, რომელსაც ირჩევენ. ამიტომ ჩემთვისაც ასიამოვნოა, რომ დღეს შენი სტუმარი ვარ და მაქვს საშუალება, რომ შენთან ერთად ვისაუბრო. დიდი მადლობა. სანამ პირველ კითხვას დაგისვამთ, მინდა რომ მაყურებელს შევატყობინო დღევანდელი ეპიზოდის წარმოდგენის შესახებ. ეს არის ესპანური დერმატოლოგიური ბრენდი Babe, რომელიც ჩემი საყვარელი ბრენდიც არის. ასე დაემთხვა, რომ ხშირად, როდესაც ქალების წარმატების ისტორიაზე ვყვები ამ პოდკასტში, სწორედ Babe არის წარმოდგენი და ძალიან მიხარია. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზეც თქვენს იმიჯზე და თქვენს აი ამ მართლა შეუცვლელ აი ამ სტილზე, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინათ, ასევე დარწმუნებული ვარ თქვენს პროფესიაში და იმ თქვენს ავტორიტეტის შექმნაში. და ქალებისთვის საინტერესო იქნება მე მგონი ეს თემაც და მოკლედ ამასაც შევეხოთ. მაგრამ რა თქმა უნდა დავიწყო იმით, თუ თქვენ როგორ შეძელით აი ამ ავტორიტეტის მოპოვება, რაც დღეს გაქვთ თქვენ სფეროში. ეს ხომ ერთ დღეს არ მომხდარა. ეს არის წლების შრომის და წლების ძალისხმევის შედეგი და მაინტერესებს. ეს თქვენი გაცნობიერებული, გააზრებული არჩევანი იყო, რომ უნდა ყოფილიყავით აი ასეთი ფიგურა ამ სფეროში, თუ თქვენ მიყვებოდით თქვენს ინტუიციას და აი დრომ მიგიყვანათ იქამდე, რასაც დღეს თქვენ წარმოადგენთ. იცი რა, პირველ რიგში სალომე, როდესაც საუბრობთ ავტორიტეტზე, მაინც ყველაფერი არის დაკავშირებული იმაზე, თუ როგორ დაიწყე, სად დაიწყე, როგორ განავითარე საკუთარი ამ შემთხვევაში თავი. ინტუიცია
არის და მომდინარეობს აი ზოგადად აუცილებლად ცოდნაც უნდა გქონდეს, აუცილებლად უნდა იყო ჩართული მუდმივად იმ ცხოვრებაში, რომელიც ჩვენს გარშემო ხდება. შევთანხმდეთ. თუ არ გიდევს პულსზე ხელი ცხოვრების, მაშინ ინტუიციაც, ამ შემთხვევაში ფიქრიც ერთგვარად ქრება. და ფიქრის შედეგად იბადება ინტუიცია. ინტუიცია გიბიძგებს მერე იმ კონკრეტულისკენ, რაც დაგაინტერესებს და ჩემ შემთხვევაში ყოველთვის მიზანს მივყვები. ხანდახან არის მithქვამს, რომ აი ეს აუცილებლად საჭიროა რომ გაკეთდეს. და ბევრი სკეპტიკოსი იყო გარშემო, რომელიც ეწინააღმდეგებოდა თუ კი ეს ხდებოდა სამსახურებრივ სიტუაციაში. ბევრი სკეპტიკოსია იგივე შენს გარშემო და შეიძლება არ გითხრას, რომ ეს რაზე უცნებობს, ან რას ფიქრობს ახლა რა იქნება მომავალში. ამიტომ როდესაც შენ მყარად რამეს გადაწყვეტ, უნდა შენ თვითონ იარო და შენ თვითონ უნდა გაკვალო შენი გზა. მე სტუდენტებს ყოველთვის ვეუბნებოდი და თუ გახსოვს აუდიტორიაში ასეთი დიდი პლაკატიც კი მქონდა. არ და ვერ და გადაშლილი იყო წითელი ხაზით. არა, არ და ვერ შრომაში არ არსებობს. არ და ვერ არსებობს მორალში, ზნეობაში, მაგრამ შრომაში არ და ვერ არ არსებობს. დიდი ხნის წინ დაიწყო ის თუ რატომ წავედი ამ მიმართულებით. როდესაც თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, 21 წლის ვიყავი ჩვეულებრივად და მაშინ მოხდი პირველად ეს საბჭოთა პერიოდი იყო. დამირეკეს და მითხრეს, რომ უნდა გამოცხადებულიყავი კომკავშირის ცეკაში და გასაუბრება უნდა გამევლო. ცოტა გამიკვირდა ახლა რა მინდა თეატრალური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს იქ, მაგრამ როგორც გაირკვა, იმ პერიოდში ზოგადად იმ საბჭოთა კავშირში იყო ეს პოლიტიკური სწავლების სკოლა, კომკავშირის მაგალითად სწავლების სკოლა, ანუ გადამზადების ერთგვარი დღეს რომ ვუწოდებთ ტრენინგ ცენტრს და სემინარებს. აი იქ შემოთავაზეს ორატორული ხელოვნების კაბინეტში მუშაობა და მითხრეს, რომ აუცილებელი იყო ამ გადამზადების დროს ამ ადამიანებისათვის კონკრეტულად მეტყველების მიმართულებით და საჯაროდ გამოსვლის მიმართულებით ჩამეტარებინა ტრენინგი. სიმართლე რომ გითხრა, არ ვიყავი ამისთვის, არჩინაგანაც მზად და ცოდნით განსაკუთრებით 21 წლის ასაკში, თან უკვე კომკავშირის მდივნები არიან, ზოგი ინსტრუქტორია, ზოგი მოადგილეა. მაგრამ მივიღე ეს გამოწვევა და აი მაშინ იმ პერიოდიდან ძალიან დამაინტერესა რიტორიკის მეცნიერება, ორატორულმა ხელოვნებამ. რა თქმა უნდა იყო წიგნები, რომელსაც გავეცანი, ჩანაწერები და ასე შემდეგ. გაკვეული პერიოდი იქ ვიმუშავე. მე რა თქმა უნდა მქონდა პაუზა. და ამ მიმართულებით აღარ მიმუშავია. რატო იყო ეს პაუზა? უბრალოდ თვითონ უკვე იქ სიარულით აღარ შემეძლო, ეს იყო ბორის ნელაძეს ერქვა ამ ქალაქს შავნაბადაზე, რომელშიც ახლა რეზიდენცია პრეზიდენტების და მინდა გითხრა, რომ ეს ჩემი საქმიანობა გარკვეული პერიოდის მერე დამთავრდა. აი შემდგომ უკვე 90-იან წლებში თეატრალურ უნივერსიტეტში კოტე მახარაძესთან ერთად მომეცა ეს ბედნიერება, რომ დამეწყო მუშაობა და მედიის მიმართულებით.
და აი ამ პერიოდში მედის მიმართულებით, როდესაც დავიწყეთ მუშაობა და ტელეჟურნალისტ წამყვანებს ვწდიდით, აი მაშინ ისევ მივუბრუნდი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი, რომ ეს არ იყო სამსახიობო ხელოვნება. ეს იყო ორატორული ხელოვნების ერთ-ერთი ახალი მიმდინარეობა. რაზეც რა თქმა უნდა შემხვდა ძალიან დიდი წინააღმდეგობა და წინააღმდეგობის დროს იცით რა ხდება? როდესაც შენ ზურგს არავინ არ გიმაგრებს, როდესაც შენ ხარ მარტო, მე ვიცი ერთი რა, რომ შენი გასაკეთებელი შენ უნდა გაგაკეთო. დავიწყე მასალის მოძიებაც. ძალიან რთული იყო იმ წლებში, მაგრამ მაინც მოვახერხე მასალა მოვიძიე, წავიკითხე, ვიმუშავე, გადავამუშავე, იმიტომ რომ მე ამ მოწინააღმდეგეებს მხოლოდ უნდა დავპირისპირებოდი ცოდნით. იმიტომ რომ არც ასაკი მქონდა ისეთი, რომ მათთან ბრძოლა გამეჩახებინა, იმიტომ რომ ჩემთვის ეს ადამიანები ავტორიტეტები იყვნენ, მაგრამ მე უნდა დავემტკიცებინა ის, რომ ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ რიტორიკა არის კაფიოდ, ლოგიკურად, თანმიმდევრობით, ურთიერთ შეთავსებით და შეთანხმებით ამ ყველაფრის ფიქრის სტრუქტურირება და ჩამოყალიბება. აქ ადამიანი თვითონ არის იმ ტექსტის, იმ გამოსვლის ავტორი, რომელსაც წარმოთქვამს. განსხვავებით მსახიობისგან და სამსახიობო ხელოვნებისა და სამსახიობო თან მსახიობი უნდა გარდაისახოს, სხვისი პიესა, სხვისი დაწერილი როლი უნდა მოიგოს და აქ პირველი და მნიშვნელოვანი რაც არის, უნდა იყოს გულწრფელი, დამაჯერებელი და რაც მთავარია, უნდა იმოქმედოს და უნდა კონდეს კონკრეტული მიზანი და კონკრეტულად რა თქმა უნდა შეასრულოს ის და მიიღოს შედეგი. ნახეთ როგორ არის რიტორიკის მეცნიერება სწავლობს ამ მიმართულებებს, ეს იქნება პოლიტიკური მჭერმეტყველება, ეს იქნება სამხედრო მჭერმეტყველება, ეს იქნება სალექციო, პედაგოგიური, საქადაგიანო და ასე შემდეგ და 50-იან წლებში მედია მიმართულება დაემატა და იმ კანონებმა, რომელიც იყო ამ ორატორობისთვის ტრანსფორმაცია განიცადა და მუდმივად განიცდის იმის მიხედვით, რომ ხდება საზოგადოების შესწავლა. რა თქმა უნდა, მუდმივად იცვლებიან ეს ადამიანები თავისი ტექსტუალური და თავისი, ამ შემთხვევაში მიმართვით. ეს ისახავს მიზნად ორატორობა ადამიანებთან უშუალო, ცოცხალ, დინამიურ კონტაქტს. იქ რეპეტიციებს გადის ადამიანი, იქ სხვის ამ შემთხვევაში კანში შედის და ქმნის სახეს. აქ ადამიანი თვითონ ქმნის თავის იმიჯს და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ასე გადაწყდა სამყაროში, რომ რა თქმა უნდა ეკუთვნოდეს ორატორული ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულება და რიტორიკას. და რაც მთავარია, ერთი რამ არის კიდევ მნიშვნელოვანი, მე მინდა რომ ეს იცოდნენ. ყველას გონია რომ ეს თანდაყოლილი ნიჭია. ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი დარგია რიტორიკა, მაგრამ ძალიან ცოტაა აი ის ვისაც შეიძლება ვუწოდოთ ოქროს ფონდი. რამდენი საუკუნეა ეს არსებობს არა ანტიკური საბერძნეთიდან, რომი, მე არც ერთ პერიოდში სოფლიო განვითარების შუა საუკუნეები იყო ეს თუ შემდგომი პერიოდი,
არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. და აქტუალური. ხან შაირობად ხო, შაირობა სიბრძნისა ერთი დარგი როგორც რუსთაველი ამბობს. ანუ ამას არ დაუკარგავს და რა თქმა უნდა ისტორიამ შემოინახა საქართველოში როგორ იყო ამისი სკოლები, ფაზისში, როგორ იყო იყალთოს აკადემიაში და ბერძენის სტუდენტები ჩამოდიოდნენ და ეუფლებოდნენ და საქართველოს ყავდა ძალიან წარმატებული ადამიანები ამ მიმართულებით. ასევე შემორჩენილია მათი სიტყვებიც დავით აღმაშენებლის, როდესაც მიმართავდა ის ჯარს, შემორჩენილია თამარ მეფის სიტყვები, ასე რომ აი ამ მიმართულებამ ძალიან დამაინტერესა და რა თქმა უნდა განიცადა ტრანსფორმაცია უკვე, მაგრამ ასევე ამის შემადგენელი ნაწილია დიქცია. თუ ადამიანს არ აქვს კაფიო გერათა სისტემა, თუ მას არ აქვს კარგი ხმა, როგორ იქნება? ყველს შეუძლია ამის მიღწევა. აი თქვენ როგორ ადამიანებთან გიმუშავიათ? აი გეტყვით სალომე როგორ არის. აი ნახეთ ძველ საბერძნეთში იყო ასე. Ingenium usus doctrina. ეს არის აუცილებელი. Ingenium ტალანტი. usus უნარჩვება. doctrina ცოდნა. და როდესაც კითხეს, რომ მასწავლებელო რომელი არის აქედან ყველას თავარი, რომ კარგი ორატორი გავხდე. რა უპასუხა? დოქტრინა. ცოდნა. ორატორებად არიბადებიან. ორატორები ხდებიან. და ეს სამყაროს დაუმტკიცებია. ადამიანებს უფრო სწორად ამ სამყაროს ცხოვრებაში ეს დაუმტკიცებია. რა თქმა უნდა შესაძლებელია. შესაძლებელია დიქციაზე მუშაობაც და ეს იცით თქვენ ჩემმა ყოფილმა სტუდენტებმა რომ შესაძლებელია ხმაზე მუშაობა. სალომე ყოველწლიურად ტარდება კვლევა რა მოქმედებს აუდიტორიას. რამდენი ტიპის აუდიტორია, როგორ, რა მოქმედებს, როდესაც კომუნიკაციაშია ადამიანი. 50% ეს არის კინეტიკური საშუალება, თვალები, ჟესტები, მიმიკა, ჟესტები და 53%-ია. აი ამ გამოსვლების დროს რა ნუ რა თქმა უნდა თვალი აღიქვავს, თვალი შიფრავს პირველად twinში ამ რომელიც პასუხისმგებელია ხედველობაზე და შემდეგ უკვე მოდის 53%. რა მოქმედებს აუდიტორიაზე, რა მოქმედებს აბსოლუტურად ყველაფერი კალიფორნიის უნივერსიტეტი ამერიკაში ყოველწლიურად ატარებს კვლევებს. 53%-ში შედის ხმა, რითმი, დინამიკა და პაუზა. 7%-ია მხოლოდ სიტყვა. ანუ სიტყვას რას ძენს სიცოცხლეს. აი ეს ყველაფერი. და წინადადებების ძენს კიდევ, ხო, სიტყვა წინადადებებში. თან წყობა როგორი. სიტყვის ფასი და სიტყვის სიძლიერე მიუხედავად ამ ციფრული სამყაროს მაინც ყველაზე ძლიერია. და მე აქ მაინტერესებს, როდესაც დღევანდელ დროზე ვსაუბრობთ, ციფრულ სამყაროზე ვსაუბრობთ. აი დღეს რო შევიდეთ სოციალურ ქსელში, TikTok-ზე მაგალითად, Instagram-ზე, ყოველ მეორეს შეუძლია გახდეს ცნობილი. ყოველ მეორეს და ამ ადამიანებისგან შეიძლება არავის არც კი გაუვლია თავში, ეხა მე უნდა გამოვასწორე ჩემი მეტყველება. იმიტომ რომ მაინც უყურებს მათ ხალხი, არიან პოპულარულები და თითქოს ამაზე არ ფიქრობენ. თქვენ რას იტყვით ამ ყველაფერზე? იცით რა, მე TikTok-ის მაყურებელი არა ვარ და აბსოლუტურად არ ვარ ჩართული ამ ქსელში, მაგრამ ერთი შემიძლია გითხრათ, რომ რასაც ვამბობდი 90-იან წლებში და რასაც მუშაობდი, როდესაც ძალიან დამაინტერესა გაჩნდა კოგნიტიური ლინგვისტიკა, ანუ რა მოქმედებს ეს შერჩევითი
ლექსიკა და ასე შემდეგ, აი ფსიქოლოგიური ლინგვისტიკა, მაშინ სულ სხვათა შორის მეუბნებოდნენ, თუ კარგი რა, ხო უკვე ხარ ეს პედაგოგი, უკვე ეს სპეციალობაც არსებობს, რა თქმა უნდა სტუდენტები ამდენი გარკვეული გამოცდილება უკვე მაქვს მიღებული. და აი ზუსტად ვიცოდი იმ დროს, რომ დადგებოდა საქართველოშიც ის ხანა, როდესაც სიტყვას უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევდნენ და საჭირო გახდებოდა საჯაროდ გამოცვლებისთვის. და მართლაც ასე მოხდა. დამისვით თქვენმე კითხვა, რომ ბევრთან გიმუშავია, ძალიან ბევრ ადამიანთან მიმუშავია. პოლიტიკოსებთანაც, საჯარო მოხელეებთანაც, ბიზნესის წარმომადგენლებთანაც კომუნიკაცია ეს ისეთი რამ არის, რომ წარმოუდგენელია ამის გარეშე ადამიანმა ცხოვრების გზა გაიაროს და რაც ვთქვი, მკაფიოდ ლოგიკური ტექსტით, თანმიმდევრობით, ისე რომ აი ეს სტრუქტურა აშენო, შენში უნდა იმუშაო. უნდა იმუშაო აუცილებელი. რაც შეეხება აი ტიკტოკერებს, ახალგაზრდებს, აი იუთუბერები მაგალითად მოსულან უმუშავიათ, მაგრამ ეს ადამიანები არიან თავის პროფესიაშიც წარმატებულები და ძალიან რომ უყვართ ის საქმე, რასაც აკეთებენ და უნდათ რომ უფრო წარმატებას მიაღწიონ. TikTok-ზე მაინც უფრო თინეიჯერული და ახალგაზრდა და უფრო აი ესეთი პოპულარობის მოპოვებისთვის არის არა ადამიანები, რომლებიც წერენ, რომლებიც იქ პოპულარულია, იქნება კიდევაც. მე აი ძალიან ახალგაზრდებთან, რომლებიც სანამ ჩამოყალიბდებიან, რა უნდათ თავის შეცნობას სანამ არ დაიწყებენ, იქამდე ვთვლი, რომ მუშაობა რთულია. ჩერდა შეიცნო ადამიანმა საკუთარი თავი და მისი განვითარებისკენ, სრულყოფილებისაკენ სხვანაირად პროფესიონალურად უნდა წახვიდე და ის გამოიყენო. ამ შემთხვევაში რომ ვთქვი, უნარჩვევები. უნარჩვევები რა არის? რომ მე მოგცე, მე გაპოვნინებ, მე აღმოგაჩენინებ. მაგრამ მე შენ უნდა შეინარჩუნო ეს, შენ უნდა ატარო. და მთელი ცხოვრების განმავლობაში აი წარმატებული რო იყო, ხო სულ მუდმივად მუშაობ. სულ ცოდნა, სულ დოქტრინა, სულ ცოდნის შეძენა და შემდეგ უკვე ამ ცოდნის მორგება, შემეცნება და გადაცემა. თორე შენთვის დაიტოვე ცოდნა და იყო. აზრია. თვითონ ჩემი სამუშაო ძალიან საინტერესოა. მე არ მიყვარს, როდესაც ამბობენ მასწავლებელი, მოსწავლე. მე ვამბობ არა. ჩვენ თანამშრომლობთ. თქვენ უნდა მომენტოთ მე, როდესაც მოდიან ჩემთან ვეუბნები. მე თქვენ უნდა მომენტოთ. მე თუ არ გავიცანი. მე თუ არ შევიცანი მისი ხასიათი. თუ არ გავიგე მისი მეტყველების სტრუქტურა ტექსტის. როგორ შეიძლება რომ დავეხმარო? უნდა გაიგოთ რა უნდა გამოსწორდეს. და ისიც უნდა მომენტოს, როდესაც ვეუბნები, რომ ეს მაგალითად არის ამისთვის საჭირო. იმიტომ რომ დღეს საჯაროდ გამოსვლის ძალიან ბევრი სახეობა არსებობს. ბიზნეს კომუნიკაციაც, სამი კაცი რომ ის უკვე საჯაროა. ბრიფინგი, კონფერენცია, პრესკონფერენცია, უბრალოდ შეხვედრა, პრეზენტაცია. პრეზენტაცია. ეს ხო ყველაფერი საჯარო გამოსვლა. ამიტომ ეს ურთიერთთანამშრომლობა უკვე საინტერესოდ ეწყობა ხო? ძალიან საინტერესოა ნამდვილად და მაინტერესებს ის, რომ ბევრს გონია, რომ ეს
აი თქვენ ახსენეთ, რომ ეს არ არის თანდაყოლილი ნიჭი და უნარი, ამის გამომუშავება ხდება, ორატორებად ესე არიბადებიან და მე მახსოვს ჩვენ რომ საუბრობდით თქვენ ახსენეთ, რომ ნაპოლეონმა პირველად რომ მიმართა თავის ჯარს, გული წავიდა ნერვიულობისგან და ეს იქნება ბევრისთვის შვებასავით. ორატორებად არიან ადამიანები, ვინც ძალიან განსაკუთრებული ნიჭიერებისა, მაგრამ ცოტა, ანუ ამას ვამბობ მე რომ ასეთი ხალხი ცოტა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ დიახ ნაპოლეონს წავით. დიახ ბევრი იყო, რომელიც სცენაზე ატირებულა, ან მიმართვის დროს გამობრუნებულა. ასეთი შემთხვევები ბევრი იყო, მაგრამ სამაგიეროდ მერე უკვე იმ აუდიტორიის მართვა რომელთაც მიმართავდა და დაჯერება, რაც ყველაზე მთავარია, შეეძლო და რაც მთავარია, როდესაც დააჯერებ, მერე უკვე ის მოყვება, ანუ მე არ მიყვარს სიტყვა მართვა. მაგრამ ასე საუკუნეებს თუ გადავხედავთ და უახლოეს წარსულსაც, დღეს ბევრი შესაძლებლობა გვაქვს მედიით რომ ვნახოთ, დიახ მართავენ. ნიჭიერი ადამიანები მართავენ. და რა არის აი პირველი ნაბიჯი, როდესაც ვამბობთ რომ ისეთ ფიგურას როგორც ნაპოლეონი გული წავიდა პირველი მიმართვის დროს, აი თქვენი აზრით რა იყო, რაც მას დაეხმარა, რომ გამხდარიყო უბადლო ორატორი. შემდეგ უკვე ბოლოსკენ როცა მიმართა, გაყვა ფაქტობრივად დაშლილი ეს რევოლუციის პირას მდგომი ჯარით, გაყვა ნაპოლეონს. რა უნდა ქნას ადამიანმა? ხო, აი როგორ დაიბრუნოს რწმენა იმ პერიოდშიც იყო. ამის სპეციალისტები, რომლებიც მუშაობდნენ, შემდგომ პერიოდშიც გახსოვთ არის ასეთ ფილმი, ოღონდ რეალური King's Speech. კი, როგორ არა. კოლინ ფირტი რო თამაშობს. ყოველთვის შეიძლება თუ შენ გინდა იმუშავებ და მიაღწევ. სულ ფიქრობ არ არის ახლა მემატიანეების ჩანაწერები, რომ ვნახოთ მეფეები როგორ მუშაობდნენ მიმართვაზე, მაგრამ ფაქტი ხომ არის ის, რომ აი იმ გამოსვლის ტექსტების კრებული რომ აქვს. ესე იგი მემატიანე იწერდა. როგორ ხდებოდა ეს? ძალიან საინტერესოა არა? და 40-იან წლებში უკვე რა თქმა უნდა ეს ისე იყო, რომ როდესაც მე კომკავშირულ სკოლაში მოვხდი, იქ დამხვდა ძალიან ბევრი ფირფიტა. ყველა მაშინდელი ბოლშევიკის ჩანაწერებით და სხვათა შორის გაანალიზებული. ესე იგი თუ ეს 20-იან წლებში იყო, აქედან უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვაგანაც იყო. 40-იან წლებში სამომლომის დროს იგივე ხო მეორე მსოფლიო ომის დროს უფრო სწორად. და რაც მთავარია, შემორჩენილია იგივე. და აი ჩერჩილის, რუზველტის სიტყვები, ჩერჩილიც აღიარებულია ოქროს ფონდში ბევრი პოლიტიკური ლიდერია შესული. კი, რა თქმა უნდა. და YouTube-ზე ყველას ნახვა შეიძლება. ყველა არა და ყველა გამოსვლა არა. და აი ეს არის სწორედ საინტერესო, რომ ლაპარაკი ყველა შეუძლია, მაგრამ ცოტა თუ ახერხებს ამ თავისი საუბრით რაღაც გავლენა მოახდინოს აუდიტორიაზე. აი ხა თქვენ რა თქმა უნდა, თქვენთან უნდა იმუშაოს ხანგრძლივად ადამიანმა, რომ აი ეს ყველაფერი დაახელოვნოს, მაგრამ აი ჩვენი აუდიტორიისთვის აი ხლა ამ ფორმატით რაც შეგვიძლია რომ ვუთხრათ, აი თქვენი რჩევები რა იქნება? ესეთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ბაზისური. პირველ რიგში ეს ჩვენი საოცარი 33 ბგერა, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან მომწონს, როდესაც მათ დახვეწაზე ვმუშაობ. რთული პროცესია. მიმაჩნია რომ ეს დამსახურება ჩემი სკოლის პედაგოგების, იმიტომ რომ სკოლის პედაგოგები აუცილებლად დაწყებით კლასებში განსაკუთრებით უნდა კაფიოთ აი მგერას, როდესაც მოხასვას ასწავლიან,
იმისი წარმოთქმის ელემენტარული ხასიათი უნდა იცოდნენ, რომ ის პატარა ბავშვი გაასწოროს და მიაჩვიოს მკაფიო გამოთქმას, იმიტომ რომ ეს ჩვენი ბგერები, რომელსაც დღეს მეტყველებაში ვხმარობთ, კონსერვატორი ბგერებია. მკაფიო წარმოთქმა ესაჭიროება. ესე უწოდებენ ფონეტიკოსები, რომ მკაფიო ბგერებია. და მართლაც ეს მკაფიო ბგერა თუ მკაფიობა მიღწეულია თვითონ საუბარში, კარგად მოსასმენი ხდება, იმიტომ რომ არც ერთ ძლიერად არ ურთხა. როგორც იწერება, ისე წარმოითქმის. მხოლოდ ერთ ასობგერას აქვს ლას, აქვს ორი ბუნება, ესეთი ორი ხასიათი თავისი, როდესაც არის ზოგიერთ ხმოვანთან სუსტ ნარნარი და რამდენიმე ხმოვანთან არის უფრო მაგარი. და ეს ერთმანეთში ერევათ ხოლმე, ან როდესაც ეს ყურით სმენით აქვთ აღებული არასწორი წარმოთქმა, მაშინ არის ენის სიზარმაცისგან არის ხშირად არასწორი ადგილი აქვთ მოძებნილი და რა თქმა უნდა ამისი გასწორება შეიძლება თუ კი არ არის ფიზიოლოგიური რაიმე დარღვევა. და თავარი რასაც მაგალითად ჩემი პედაგოგები ან რასაც სულ ადრე წერდნენ, რომ ხმამაღალი კითხვა. და რაც მთავარია, თხრობა. აი სულ ცოტა დრო რომ დაუთმონ მშობლებმა, თუნდაც ძილის წინ 10 წუთი, 15 წუთი შეეცადონ, რომ მოაყოლონ ამბავი მთელი დღის ქმედებაში, როგორ გაიხვიცა, როგორ ჩაიცვა, როგორ წავიდა სკოლაში, რა შეხვდა, გზაზე რა იყო, ანუ ყურადღების გამახვილება, ამ შემთხვევაში ლექსიკური სიმრავლე და შეუსწორონ, რომ ეს რომ ასე გეთქვა, უფრო კარგი ხომ არ იქნებოდა. ნახეთ, ის რჩება და შენდება. ვით უმეტეს, მარტო წიგნის წაკითხვა რა არის. თუ იმას არ მოაყოლებ, ან პერსონაჟებს არ დაამახსოვრებინებ, ან თვითონ შინაარს არ გადმოაცემნინებ. და შენც მაგალითი უნდა იყო, რა თქმა უნდა, მაგალითზე სწავლობს. და დასრულებს ერთს ვეტყვი, აი თუ კი შეეცდებიან იმას, როდესაც საუბრობენ, თავის საუბარს მოусმინო. უშევდა გესმოდეს, რომ საუბრო. აი რბილასზე რო საუბრობდით, ადამიანი აღიქვამს, რომ რაღაცას არასწორად. ხშირად ვერ, იმიტომ რომ მე მქონია რამდენჯერმე შემთხვევა და ახლობლებმა მთხოვეს, რომ მე ძირითადად ხომ უკვე წარმატებულ, უკვე რეალიზებულ ადამიანებთან ვმუშაობ და რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, როდესაც მითხრეს, რომ იქნებ უთხრათ და შეაპაროთ, რომ ბგერა სუსტი აქვს და იცით რა თქმა უნდა ძალიან დელიკატური ვარ მუშაობის პროცესში, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მომენტოს, რომ მე აი იმ საკუთარ თავში უამრავი რამ აღმოაჩინოს და თვითონ მიიღოს ამით სიამოვნება. რომ ამისი უნარი აქვს, რომ აღარ ღელავს, როდესაც უყურებს კამერას, აღარ ღელავს, როდესაც შევა და ადამიანებს ესაუბრება და აუდიტორიას მიმართავს. მე თვითონ იღებენ ხოლმე სიამოვნებას. და ამიტომ ძალიან დელიკატურად ვუთხარი, რომ იცით რა მეთქი. რას ამბობთო, ეს ჩემთვის არავის არ უთქვამსო. მე ვთხარი, არ უთქვამთ, მაგრამ მე გეუბნებით, იმიტომ რომ ნახეთ რამდენი რა კარგი ბგერები გვაქვს, იმიტომ რომ ყველას თავის აპარატში წარმოთქმის ადგილი აქვს. 7 წერტილია ჩართული ერთი სიტყვის წარმოთქმაში, თავის წვერი, ხრცილები, კბილები, ბაგეები, ენის კუნთი და ყელში მთელი სახმოსიმი, გულმკერდი. 7 წერტილი სიტყვის წარმოთქმაში და ის სიტყვა ხომ ბგერების ნაკრებია. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბგერებზე შეიძლება დამოუკიდებლად ლასზე მუშაობა არ შეიძლება.
იგივე რითმის შექმნა და პაუზა ჩუქურთმა. აი პაუზა არის ძალიან საინტერესო რამ, რასაც დიდად არ აქცევენ ყურადღებას. ყველაზე საჭირო როდის არის პაუზა? ყველაზე საჭირო როდის არის პაუზა და გეტყვით. ყველაზე საჭირო პაუზა არის მაშინ, როდესაც გინდა რომ დაემზადები, რომ თავარი სათქმელი თქვა. ლუფტი ოდნავ პატარა პაუზა წინ და შემდეგ უკვე ძალაუნებურად იმ პაუზაში თუ შენ შეგიძლია რომ აუდიტორიას და რა თქმა უნდა უყურო და მიიპყრო ყურადღება და იქ ხმაოდ ვიწება და ის კაფიოთ ითქმის და ისე პაუზა. ეს ახლა ტექნიკურად ახლა ამისი შესრულება რთულია და ტექსტში, როდესაც იმაში უკვე შენ გაქვს ნახეთ რა ვთქვი რიტორიკაზე, ფიქრი, კაფიობა, ლოგიკური, ხო? ნაფიქრის. აი ამ სქემაში გადმოცემის უნარი, იმიტომ რომ ასევე პარალელურად ყოველთვის ვესწავლე ლოგიკური ტექსტის აგების სქემას, მოკლე. უფრო ვრცელი საჯაროდ გამოსვლისთვის, იმას კიდევ უფრო სხვანაირი აგება უნდა. აი ამ აზროვნების სტრუქტურირებას, როგორც კი ჩადება ადამიანში, როგორც კი ეს ჩაშენდება, ის უკვე მერე თამამად ვითის. თავდაჯერება აქვს. და თქვენ ახლა ამბობთ, რომ მე ვთქვი, რომ თქვენი ცხოვრების ისტორიაც უნდა მოისმინოს დღეს აუდიტორიამ და თქვენ ახსენეთ ავტორიტეტიც. და მაინტერესებს ეს რომ დავუკავშიროთ აი რიტორიკას. ყველაზე სწრაფად რა აზიანებს და ანგრევს ავტორიტეტს? არასწორი ინტონაცია, არასწორად შერჩეული ტექსტი თუ თავდაუჯერებლობა საუბრის დროს? არასწორად შერჩეული ტექსტი. ხანდახან არის აუცილებლად სანამ პირს გააღებ, არის ასეთი გამოთქმა ჩვენ საქმეში. იფიქრე, რა უნდა ვთქვა ისეთი, რატომაც უნდა მომისმინო. და ასევე, და მერე რა. ანუ პირველ რიგში ხომ უნდა დაუსვა შენს თავს კითხვა. რა უნდა ვთქვა ისეთი, რომ მომისმინო. და როდესაც ამ ტექსტზე ვფიქრობ და ვაგებ, ტექსტი უნდა იყოს საინტერესო და შემდეგ ტექსტი როგორც კი იქნება საინტერესო, გადამდები და შინაარსიანი. რა თქმა უნდა, იმას უკვე გავლენას იქონებს. შენც კარგად ხარ ამ შემთხვევაში და რა თქმა უნდა შენი მსმენელიც. თავარი ის არის, ვისაც არ მოსწონხარ, ის დაარწმუნ და დააჯერო. თორემ ვისაც მოსწონხარ, იმას სულ მოეწონები, არა? ასე რომ ტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა ერთი რაღაც მაინტერესებს. ჩვენ ყავს ქალების აუდიტორია ძალიან მრავლად, გვიყურებენ ქალები, ვისაც შეიძლება აი ესეთი ავტორიტეტად გახდომის სურვილი აქვს, რომ აი იყოს თავის სფეროში მოთხოვნადი, აი რომ დაფიქრდება ვიღაცა, გაახსენდეს ის, აი ეს სპეციალისტი, აი ეს თანამშრომელი, აი ეს ადამიანი. და რას ეტყოდით აი იმ ქალს, ვისაც ჭირდება აი რაღაც წერტილი ტრანსფორმაციისთვის, აი ამ განვითარებისთვის და წარმატების გზაზე დადგომისთვის? ასე რთული იქნება სუსტი რეცეპტის თქვა, მაგრამ ერთი რამ შემიძლია უთხრა. მეც ჩვეულებრივად უკვე იმ წლოვანების ადამიანი ვარ, რომელმაც ვისაუბრე, რომ საბჭოთა პერიოდში გავიარე ბავშვობაც, ახალგაზრდობაც 90-იანი წლებიც ყველაზე რთული, ყველაზე მძიმე, როგორც ქვეყნისთვის, ასე ნებისმიერ ჩვენთაგანისათვის. ნუ რასოდეს ნუ შეეშინდებათ
სიახლის. მუდმივად ცხოვრებაში სიახლე სჭირდება საქმიანობას. ეს ერთი, მეორე დაიჯეროს და იცოდეს, რომ საკუთარი თავის გარდა აი ამას თუ ძალიან უყარად გაითავისებს, საკუთარი თავის გარდა არასოდეს არავის არ დაეყრდნოს და არც მოსთხოვოს. როდესაც გეცოდინება და შენი თავი რაც უფრო რთულ ნაბიჯებს გადალახავ, მით მეტ რწმენას შეიცენ საკუთარი თავისას. მით მეტად დაუჯერებ საკუთარ თავს, რომ შეგიძლია და კიდევ უფრო მეტი შეგიძლია. არასოდეს არ გაჭერდე, როდესაც ფეხი წამოგვიკვრავს და წავქცეულ ვართ, ხო ვდგებით. ხო ვდგებით, იქ ხომ არ ვრჩებით. ვის არ დაუშვია შეცდომა? მე ძალიან ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, მაგრამ ის შეცდომები შემდეგ მე თვითონ გამომისწორებია. არავისთვის არ მithოვები, რომ დამეხმარეთ ჩემი ჩადენილი შეცდომის გამოსწორებაში. კარგი იქნებოდა დღესაც ვფიქრობ, რომ არ დამეშვა, მაგრამ ნუ დაუშვი. ამიტომ არ გაჩერდა. შეცდომების ნუ შეგეშინდება და იარე. იმოქმედე, იმუშავე, რასაც მოკიდებ ხელს, შეიყვარე. თორემ მე ნათქვამი მაქვს და ყოველთვის გავიმეორებ. ცომსაც კი ვერ მოზელ თუ კი არ მოინთომებ. იმას კიდევ თავისი სიმსუბუქე, თავისი ხელოვნება აქვს, ხო? ყველაფერი, რასაც მოკიდებ ხელს, შეიყვარე. როცა შეიყვარებ, იმაზე იზრუნებ შემდეგ და განავითარებ. იმიტომ რომ სიყვარული რა არის? სრულველობა, სრულველობის დარდია, ესე თქვა ილიამ, ხო? ასე რომ მე არ ვიცი თქვენს ჯგუფს ვუთხარი თუ არა, მაგრამ მე ყოველთვის ჩემს სტუდენტებს ვეუბნები. იავარდით, არასოდეს არ არის ცხოვრების გზა მოკირწყული. რამდენჯერაც დაიწყებ თავიდან, იმდენი ადამიანი ხარ. იმდენი ადამიანი ხარ. რამდენჯერაც თავიდან დაიწყებ. არასოდეს არ გაეტირო, რაც დამთავრდება. დატოვე წარსულში. ტკივილიც, სევდაც, ამის გარშე არ არსებობს ცხოვრება, ხო? ეს იქნება ჩემი რჩევა. თავარია, რომ დაიჯერო, რომ შეგიძლია. და არჩიო ის საქმე, რომელიც მოგწონს, რომელიც გიყვარს. რა თქმა უნდა, სულ შრომა ყველაფერი. ქალს რა შეუძლია? რაც ბევრს გონია, რომ არ შეუძლია. ქალს ძალიან ბევრი რამე შეუძლია. თუ მაგალითად არ არის პოპულარული, რომ ქალის ტიპი საქართველოში აქვს ასეთი შრომა, კაპანელი იყო ასეთი სოციოლოგი, რომელმაც უნივერსიტეტში, ჯავახიშვილში კათედრა დააარსა. და მას აქვს ამ თავის ნაშრომში, ქართველი ქალი, მას აქვს ნაშრომში ის, რომ ძველი ბერძენი ისტორიკოსებისაგან აქვს აღებული, რომ ადრე კოლხეთის დაბლობისკენ იყო ასეთი კუნძული ამასია, სადაც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ, ამასიელი ქალები და იქ მატრიარხატი იყო, ანუ იმ პერიოდში ზოგადად სოფლიოში და ისინი მარჯვენა ცუცუს იკვეთდნენ და ისე ებმებოდნენ ხოლმე მტერსო. და ზუსტად ჩვენი ქართველი ქალების სიძლიერე აქედან მოდისო, რომლებმაც თავის თავშიო. შემდეგ უკვე ვითარდება ეს ჩვენი ნაწარმოებების, ჩვენი გმირების, ჩვენი ლიტერატურული პერსონაჟების მაგალითზე და წერს, რომ ყოველთვის ქალების სიძლიერე
გადმოედოთო იმ წინაპრებიდანო, გენიდანო და ისინიო ძალიან ძლიერები არიანო ნახეთო სიყვარულის გამო თუ პენელოპა იჯდა და ელოდებოდაო ჩვენი ქალებიო ყოველთვის სოციალ ხელში ხმალს იღებდნენ და მტერს ეკეთებოდნენ ხოლმე თუ იქო შალიფად ჩაცმულებიო იქო ხინს მიეცემოდნენო საქართველოში ამისი სიტუაცია არ იყო და ეს არ ხდებოდაო ალბათ სწორედ ამიტომ არისო რომ ჩვენი პერსონაჟებიო იგივე შოთა რუსთაველში თინათინიროევნები წაშეუბნება შეები ხატრაელთა თავი კარგად გამაჩვენეო სიყვარულსაც კითმობსო კაცის გმირულის აქციელისთვისო შემდეგ მოდის ოთარაანთ ქვრივთან რომ სიყვარულიც კი უარყო და ასე სოსიასაც კი აუგრძალა საკუთარი ანუ თავის სიყვარული ნუ იქ ელეონორა ასლანგირეის რომ ეუბნება რომ იბრძოლეთო და ვინც გაიმარჯვებთ იმას გავყვებიო და ასე შემდეგ. ანუ ყოველთვის მებრძოლი სული იყო. და აი ასეთი რომანტიზებიდან 90-იან წლებში რომ გადმოვიდეთ, ნამდვილად ძლიერი ქალები ყავს საქართველოს, იმიტომ რომ ზურგზე მოკიდებული აქვს თუ არა, გამორჩილადზე თქვა ქართველ ქალსო. ქვეყანაო და ისე მიყავსო და დღესაც ძალიან ბევრი წარმატებული ქალი ყავს და ძალიან ბევრი წარმატებული შვილის დედა მაგრამ იცით რა ძლიერები არიან იმიტომ რომ იქ არ მინდა ისტორიული პიროვნებები ჩამოთვალო ახლა იმიტომ რომ ბევრი არიან მაია წყნეთელი იყო თუ ქეთევან ვაშლოვანელი და კრავაი ჯაყელი და ასე შემდეგ. ასე რომ იყო ყოველთვის ჩვენ მოგდგამს ის თუნდაც იმ თამარ მეფის პერიოდში თამარი იყო მე-12 საუკუნეში ქალი და როგორც მისი თანამედროვეები წერენ ზოგიერთი დაბის თავიც ქალი იყო. ქალი იყო რომელმაც სიკვდილის დასჯა გააუქმა და ყოველთვის ყველა ეპოქაში როდესაც ქვეყანას უჭირდა ყოველთვის და ჩვენი მამაკაცებისთვისაც ეს უცხო არ იყო ეს შემდეგ თავს მოხვეული იყო რაღაცა ეს აღმოსავლეთის გავლენა რომ იყო ეს ქალი დაკნინებული და რაღაც ისტორიულად არა ჩვენს გენეტიკურ კოდში არ დევს ეს. ყოველ შემთხვევისთვის, რასაც მე ვკითხულობ და ამიტომ დღეს ძლიერი ქალების არ მიყვარს. დღეს წარმატებული ქალების არ მიყვარს. და კიდევ მჯერავს, რომ რა თქმა უნდა სილაბასზე აღარ ვუყურებ. თქვენი აზრით ყველა ქალი ლამაზია? ჩემი აზრით ყველა ქალი ლამაზია. ყველა ქალი ლამაზია თუ კი რა თქმა უნდა ის ქალი იმ თავის სილამაზეს რომელიც აქვს სწორად მიაწვდის გარშემო მყოფებს საფრანგეთში მუშტუკით მოწევა ქალმა იცით რატომ დაიწყო მადამ რეკამიეს სალონში ყველაზე შეუხედავი იყო ასე ითვლებოდა იმიტომ რომ იქ ისეთი ქალები იყვნენ ხელის მტევანი ქონდა ძალიან ლამაზი და იფიქრა რითი მიეპყრო ყურადღება ყველა ქალი ლამაზია როგორ არ არის და მუშტუკი დაიჭირა ყველა ქალი ლამაზია თუ რა თქმა უნდა ის თავს სწორად მიაწოდებს როგორ უნდა მიაწოდოს თავარი რა არის თქვენი აზრით ეხლა მე თქვენ მახსოვხართ ყოველთვის მაკიაჟით, მაღალი ქუსლებით, ბარცხნილობა ყოველთვის, აი სულ ფორმაში და ამის გარეშე მე თქვენ არ მახსოვხართ და ალბათ არავის. თქვენი აზრით აი ამას რა მნიშვნელობა აქვს? აი ესე თავის მოვლას. იცი რა, უპირველეს ყოვლისა ხშირად ვთქვამთ ეს ჩემთვის, აი როგორ ახერხებთ და მე ვეუბნები ჩვეულებრივად როგორ ახერხებ? ხო გაქვს ღამის რუტინა. ნუ რომელი საათით არ უნდა იყოს ეს 2 იქნება 3 იქნება დილით ადეთი ცოტა ადრე
მე ყოველ შემთხვევისთვის მიმაჩნია რომ მე ამით ჩემს სტუდენტებს ვცემ პატივს, როდესაც აუდიტორიაში შევდივარ. მე ჩემს თანამშრომლებს ვცემ პატივს, როდესაც მათთან მივდივარ. თორემ ძალიან ხშირად ყოფილა, იგივე თქვენ რო სტუდენტები იყავით. რა ტკივილი მომყვებოდა, რა განცდა შეიძლება ღამე მქონოდა, რა უსიამოვნება, რა პრობლემა, როგორ შეიძლება ადამიანმა იცხოვრო, რომ არ გაიარო ეს ყველაფერი. აუდიტორიასთან გავჩერებულ ვარ. ცრემლები ჩამიყლაპავს და ისე შემოსულ ვარ. თქვენ რა შუაში იყავით, რომ ჩემი ან პრობლემა, ან გაცდა, ან ცუდი ხასიათი თქვენთვის თავზე მომეხვია. მაგრამ თქვენი მხელა ენერგიას მაძლევთ და დღესაც, როდესაც აუდიტორიაში შევდივარ, იქიდან ის თვალები რომ გიყურებს და გელოდებიან, აი როგორ შეიძლება იქ შენ არ მისცე მაგალითი, რომ საზოგადოებას პატივი უნდა სცე. ბევრი ამბობს, რომ მე ამას ჩემთვის ვაკეთებ. ჩემი სიამოვნებისთვის. ალბათ, ხო, შენთვისაც აკეთებ ამას და საზოგადოებისთვის აუცილებლად. მე კიდევ ვიმეორებ, ჩემი თანამშრომლებისთვის. ძირითადად მე ხო სულ ახალგაზრდებთან მაქვს ურთიერთობა. მედიებში, სადაც მუშაობდი, ანუ მუშაობ უნივერსიტეტში, ხო, ახლა აუდიტორიებში შევდივარ, ახლა ილიანში. ამას აკეთებ და ეს უკვე შენი ცხოვრების ნაწილი ხდება. ეს ხარ შენ. ეს ხარ შენ. აი როგორც სიტყვაში მთელი შენი შინაგანი სამყარო, მთელი შენი ფიქრები შენს სიტყვებში გადმოიცემ. შენ რაც ხარ, ვინც ხარ, რასაც ფიქრობ, ხოლო სიტყვის მეშვეობით გადმოსცენ და ამიტომ სულ ვეუბნები ხოლმე სტუდენტებს, შენი სიტყვა უნდა იყოს სუფთა, თანმიმდევრული და უნდა დაფიქრდე. სანამ იტყვი. ხო, პაუზა. ხარული ფიქრის გამო არავინ არ გცემს პატივს. არა? კი, რას ამბობ იმის მიხედვით. და როგორ ამბობ? ხო. თქვენ ახსენეთ, რომ მხოლოდ შენ შეგიძლია შენი თავის შექმნა და შენ წარმატებაზე შენ ხარ პასუხისმგებელი. თქვენ არასდროს არ გქონდათ სხვის იმედი თქვენი თავის გარდა ცხოვრებაში. იცით რა? ალბათ ბავშვობაში მქონდა, მაგრამ რა გარკვეული სიჯიუტებები დამყვებოდა ხოლმე ბავშვობიდან. არა, სხვაზე დაყრდნობილი სიმართლე რომ გითხრა არ ყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის შემხვედრიან ადამიანები ცხოვრების გზაზე, რომელიც მაგალითად ჩემს თავდაჯერებაზე ყველაზე ძლიერად, ყველაზე კარგად და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმშვენიერესი, აი დიდებული პერიოდი იყო, როდესაც კოტე მახარაძესთან ერთად ვიმუშავე ის წლები. იმიტომ რომ ბატონი კოტე იყო ის, ვინც პირველმა აი გარეშემ საკუთარი თავის გარდა მომცა გარეშე. ნუ ასევე რა თქმა უნდა, ხო ბავშვობაში მამინდა და შემდეგაც მშობლები ნაკლებად. მართლა? ეგეც საინტერესოა. ნუ არის ასეთი შემთხვევებიც. და ბოლოსკენ მინდა გკითხოთ თქვენი ცხოვრების აი ყველაზე გამორჩეული პერიოდი რა იყო? ყველაზე გამორჩეული პერიოდი იყო ის პერიოდი, როდესაც ბატონ კოტესთან ერთად ეს მიმართულება შევქმნით და როდესაც ეს სახელოსნო მუშაობდა და შედეგი მივიღე, ეს იყო ბედნიერების წლები ჩემთვის და ასევე ყველა ის სტუდენტი, რომელსაც ის წლები გაატარა ჩვენთან ერთად, დღესაც კი ამბობენ, რომ იმაზე უფრო ლამაზი წლები არ ქონიათ. და ეს ჩემთვის ძალიან დიდი საჩუქარია. და ბოლოს
იყო ძალიან საინტერესო პერიოდი, რომელიც თითქმის 2 წელი გაგრძელდა. ვმუშაობდი ერთ-ერთ ადამიანთან, რომელიც ერთგვარად ძალიან ნიჭიერ ადამიანთან, რომელიც ერთგვარად აი ამ რომ შევხვდით ნაკლებად იყო დაინტერესებული. უბრალოდ იფიქრა, რომ ვნახავ ერთი რა არის, იმიტომ რომ ალბათ მოსწონდა სხვადასხვა ადამიანის გამოსვლები და ვინ იყო პოლიტიკოსი თუ არა, პოლიტიკოსი არა. არა, საჯარო პერსონა არ ყოფილა. და იმდენად საინტერესო გახდა ჩვენი მუშაობა, ტანდემი, ანუ თავიდან დავიწყეთ თითქოს ეს თანამშრომლობა მოდი ვნახოთ და ეს ტანდემი, იმიტომ რომ მან მოინდომა თვითონ ნიჭიერი ადამიანია და მაქსიმალისტი და ძალიან სიღრმეში ჩასვა, იმიტომ რომ იფიქრა ეს რა კარგი რამე ყოფილა. და რასაც მუშაობდით, ხოლმე მე საინტერესო იყო, მიდიოდა სხვადასხვა წყაროს კითხულობდა და მეორე დღეს მოდიოდა ხოლმე, აი იცით როგორი ჩვენ ჩავთეთ ყველაფერი. ეს იყო კარატე, ეს იყო იოგა, ეს იყო იმიტომ რომ საერთოდ სწორი სუნთქვა და სწორი ხმის ტემბრი სწორ სუნთქვაზე მყარდება. და თქვენც იცით, როგორ მნიშვნელობას ვანიჭებ დიაფრაგმის მე თქვენ მასწავლეთ სწორი სუნთქვა. აი ეს ჰაერის ნაკადი, როდესაც ეს არის ის სიძლიერე, რომელიც უკვე შემდეგ ამ ტალხას, ჰაერის ტალხას გარდაიქმნება ბგერაში და ან ვითარებს მთელში და კულტურ სისტემას, ამ აძლიერებს, ამ მიოგებს და კარგი ხმის ტემბრი მუშავდება ადამიანს და ვცადეთ. იმიტომ რომ ეს ახალგაზრდა ასაკში უფრო მარტივია. ეს იყო მთელი ჩემი გამოცდილების, ცოდნის, პრაქტიკული მუშაობის, აი მთლიანი შეკრება თითქოს ყველაფრის და გადაცემა. ოღონდ მიმღებიც ხო ისეთი იყო, რომელმაც ეს კიდევ უფრო ღრმად და კიდევ უფრო ძლიერად დაიჯერა, განავითარა, გახსნა. და ეს პერიოდი იყო კიდევ საოცარი გამოწვევის პერიოდი. და ეს შედგა. და ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო. იმიტომ რომ საერთოდ მიდიან ხო, ან მე ბრუნდებიან ისე, აი ასეთი თანამშრომლობა გვაქვს, რომ მეტყვია რომ არა იცით რა, ძალიან აი ხა მე მგონი გავაფუჭე ყველაფერი და მჭირდება და ბრუნდებიან. ნუ რა თქმა უნდა ძალიან ხშირად ვიხმარე ხო ნუ ეს ადამიანი ვერ მეტყველებდა თუ რამე არა არც სჭირდებოდა და საერთოდ ჩუმი ადამიანი იყო არ ჭირდებოდა არაფერში და საერთოდ მისი დამახასიათებელი იყო სიჩუმე და საქმის კეთება მეტი არაფერი რა საინტერესო ეს ხშირად მსმენია აი ხელოვნურ ინტელექტთან ვინც მუშაობს IT სფეროში მათ არ ჭირდებათ ზედმეტი ლაპარაკი ხშირად მსმენია არც ერთი პროფესიის არ იყო მაგრამ არის ნუ ადამიანები რომლებიც ხო იცით სიტყვა ძულწიო თავშეკავებულიო და ასე შემდეგ. რა საინტერესო, ესე იგი მთელი თქვენი ეს გამოცდილება ჩადეთ ამ 2 წელიწადში. და ეს იყო ჩემთვის აი ნახეთ თქვენ მეუბნებით აი ცნობადი ხართ ასე მე არასოდეს აქ ამას არ ვიჯერებ. რომ იცოდეთ. მე ამას არ ვიჯერებ. აქ როგორც კი დავიჯერებ იმას, რომ ნუ მე ხო უკვე ვიცი, აი ზუსტად ვიცი რომ დავთავდება ყველაფერი და
ამიტომ პერიოდულად ეთყობა ასეთი რამ, აი რაც იყო იმ პერიოდში, როდესაც აი ტელეწამყვანი ჟურნალისტის სპეციალობას ხელმძღვანელობდი, ის პერიოდი და ამდენი ადამიანის აღმოჩენა და მე უკვე თითოეულთან მუშაობა, იქ წარმატება, იქ ასე შემდეგ. აი აქაც თითქოს აი ეს ყველაფერი შეიკრიბა და ერთიანად განხორციელდა ერთ რთულ, საკმაოდ რთულ ადამიანთან ურთიერთობის დროს. ასე რომ არ ვიცი იქნება თუ არა კიდევ ასეთი დასამახსოვრებელი დარწმუნებული ვარ პერიოდი. მე მგონია რომ თქვენი პროფესია და თქვენი საქმიანობა არის ის, რომელსაც აი რამხელა ბედნიერებაა, რომ ცხოვრების ბოლომდე შეგიძლიათ აკეთოთ ეს, ამით იყოთ დაკავებული და უფრო და უფრო მეტი გამოცდილება შეიძლება სწორედ მერე შეიძლება. ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი შემოხდა ცხოვრების გზას. საერთოდ ვამბობ, რომ მე ძალიან მდიდარი ადამიანი ვარ. იმიტომ რომ მე ისეთ საინტერესო ადამიანებთან გავიზარდე, ისეთ საინტერესო ადამიანებთან მქონდა კონტაქტი და მაქვს ძალიან ბევრთან და არასოდეს არ ვუდგები ადამიანებს აი გარკვეული შტამპით, რომ იცოდეთ. ყველა არის ინდივიდუალური. არა, ჩემთვის ის ინდივიდია. მე მხოლოდ მაინტერესებს ის იმ დროს, როდესაც მასთან ვმუშაობ. ვიღაცას მეტი შეუძლია, ვიღაცას ნაკლები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შენ უნდა აპოვნინო მაინც ის, რაც მას შეუძლია. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მანანა ასეთი საუბრისთვის. მადლობა შენ, მე არ ვიცი რამდენად დააკმაყოფილებს ჩვენს მსმენელს ან იმ ქალთა საზოგადოებას, რომელიც გვისმენს, მაგრამ ყველას მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა, არ დაკარგოთ დროს ვერ იბრუნებ, იმოქმედეთ, იფიქრეთ, მოიგონეთ, რა გჭირდებათ და აი რომ მოიგონებთ, მერე უკვე ქმედება იაყოლეთ და იცოდეთ რომ ის რაც გულით გინდათ, აუცილებლად გამოგივათ. მე მგონია რა ჩვეულებრივი დასასრულია ჩვენი პოდკასტის. ძალიან დიდი მადლობა და მე ქალბატონ მანანას სოციალურ ქსელებს მივუთითებ აღწერილობაში, თუ ვინმეს დაგჭირდათ რიტორიკის პედაგოგი, იცით ვის უნდა მიმართოთ. მადლობა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მე ჩემს მაყურებელს ერთი კვირით ვემშვიდობები. მანამდე კი თუ მოგეწონათ ჩვენი საუბარი, ან თუ იყო რამე ისეთი მონაკვეთი, რაზეც კითხვა გაგიჩნდათ, ან თქვენი აზრის გამოთქმა გსურთ, გთხოვთ გაგვიზიარეთ ეს ყველაფერი კომენტარებში, რომელსაც მე ყოველთვის ვკითხულობ და გიბრუნებთ შეძლებისაგვარად პასუხებს. მადლობა კიდევ ერთხელ და დროებით.